მოგესალმებით. თენგიზი ბატონო. ბატონო თენგიზ, თქვენთან მინდა 1-2 სიტყვა. უკაცრავად, ბოდიშ. კი ბატონო. ბატონო თენგიზ. თქვენ კადრები ნახეთ. თქვენ ასეთ საქართველოში მე როგორც გიცნობ, თქვენ არ გინდათ ცხოვრება. მართალი ახლა. მე ვინც ხადაგებას დაიწყებს უკვე სააკაშვილისას, ის პირადი მტერია უკვე ჩემი. ახლა ლუკა, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს. მე გიცნობ თქვენ როგორც კარგ სპორტსმენს. არა, მე კარგი სპორტსმენი კი არა, მე ვარ სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი. მე ჩემ სპორტსმენობას თავი დაანებე რა. მესმის ახლა დავანებო, რატო უნდა დავანებო, როცა გიცნობ კარგ სპორტსმენად, მაგრამ მე ახლა პირად მტრად რატომ ვფლი, როცა თუნდაც ვთქვათ, პატივსცემ ამთავრობას. ვინც ამთავრობას პატივსცემს და ვინც ეგება ამათ ფეხქვეშ, კადრები ხო ნახე? ვნახე, მაგრამ კადრები ახლა რეაგირება წარმოიდგინე იქა, კაცო. კარგი რა ლუკა, რეაგირება არ მოხდა მაგ კადრებში. რა რეაგირება? რა რეაგირება გადააყენეს? მე კარგი, მე გაფრთხილებ შენ. შენ გინდა აქ ცხოვრება, ძმო? არ გადაყვე ამათ. კაი, ლუკა, რატომ მაშინებ? მე ვარ კანონმორჩილი კაცი. კანონს დაემორჩილე. 1 წელიწადი კი არა, რაც ხალხში მე ვარ 26 წელი. სკოლის სად მონახე შენ ხალხში გასული? ნუ მიყვირი ხარ. შენ მიყვირი ხარ, მაშინებ და ეგლა რა. კი არ გაშინებ, გეუნები. კაი, თუ ძმა. კადრები რაც ნახე, იმის შემდეგ კიდე სააკაშვილზე ამ ვირთხაზე დაიწყებს საუბარს, შენ თავს მიხედე მე. ლუკა, მოდი, შემოძო, მე მეგონა შენ როგორც ქართველი ქართველს ისე ელაპარაკებოდი და არა როგორც ქართველი მე არა ვარ ამ ქვეყნის მტერი, რო შემაშინო ან მტერი კი არ თუ არა ხარ. მაშინ თავი დაანებე აგიტაციას მე. მე აგიტაციას არ ვეწევ, მე აპოლიტიკური კაცი ვარ, ვასრულებ ჩემ სამუშაოს. არა, საკრებულოს შენი საქმე განცხადება, შენ შეგიძლია განცხადება დაწერო და წარხვიდე ამ სამსახურიდან თუ გინდა რომ ხვალ შენ ადამიანად მოიხსენიებოდე. რატო უნდა წავიდე მე რა? ესე იგი შენი გადასახედიდან იწყება ყველაფერი? ჩემი გადასახედიდან კი არა, ქვეყნის გადასახედ. ჩემი გადასახედ თავი დაანებს. ქვეყანა რასაც გადახედავს, ეს გამოჩნდება არჩევნებში. კადრები ნახე, ხო ნახე, ძალიანაც მეწყინა, ძალიანაც აღშფოთდი. მაგრამ რეაგირება მოხდა ამ კადრებში. რეაგირება. ვინ არის პირველი ამ ბრძანების გამცემი? იმ პირველმა გასცა ბრძანება რომ მოიხსნას ყველა ვინ დანაშაული ჩაიდინა. თვითონ არის ამისის. თვითონ ახლა რა მე რატომ მოვედი, იცი ბატონო თენგიზ თქვენთან? იმიტომ რომ თქვენ ხართ შუბითიძე მეთქი სამხარაძე. კი ბატონო. სამხარაძე ბრძანდები. კი ბატონო. და სამხარაძესთან მოვედი მე, რომელსაც საქართველო უყვარს. მე ასე ვთვლი. ამიტომ მოვედი მე. იმიტომ რომ საქართველო არ უყვარს, როგორც მე მტკივა, ისე გტკივა შენ და აქიდან ამ გადმოსახედიდან გეუნები, იმიტომ მოვედი უფროს ადამიანთან, რომ ჩემზე გამოცდილი ხარ და ამას ჩემზე მეტად არ უნდა პატიოდე, რაც მოხდა. და ყველაზე დიდი ბრძანების გამცემი არის ეგ ვირთხა სააკაშვილი. აი რა. ლუკა არ გინდა ეგრე. არა, მე რა მინდა. მოგვ ჩვენი აზრი, ხო? მე მაგალითად ის კაცი ვირთხად არ მიმაჩნია. არა, თუ არ მიგაჩნია. მიმაჩნია საქართველოს პრეზიდენტი. არა, საქართველოს პრეზიდენტი ავამტყოფია მეთქი, გეუნებით. და ავამტყოფს არ აქვს ადგილი იქა და თქვენ ნუ გადაყვებით, მე თქვენთან მოვედი თენგიზ სამხარაძესთან, თორე სააკაშვილს რაც მოელის, იმას ნახავ შენ ცოტა ხანში. არავის ნაკლები სამშობლოსათვის არ გამიკეთებია. 26 წელიწადი სკოლის დირექტორი ვიყავ, ერთი კაცი მე ნახე რომ თენგიზ სამხარაძეს რას ასწავლეთ? პიდარასობა და ცისფერობა რო კარგია, ამას ასწავლიდით? ეხლა ცისფერობა და პიდარასობა აბა მაშინ რას აკეთებთ? ხო, რას აკეთებენ და მითხარით, აღლუმის ჩატარება მე მინდა? მე რასაც ვაკეთებდი, იმას გეუბნები და ვინ რას აკეთებს ეხლა? მომისმინეთ თქვენი ეს პრეზიდენტი, რომელსაც თქვენ თავს იკლავთ, მაგი უკეთებს პროპაგანდას ამას ყველაფერს და მე არ მინდა ასეთ საქართველოს, ძმაო. გამოსწორებადი რაცაა, ლუკა, ის უნდა გამოვასწორო. და ერთად უნდა თუ გიყვარს სამშობლო, ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქმის გამოსასწორებლად. რასაც თქვენ 26 წელი ასწავლიდით, აი ზუსტად ისეთი საქართველოს მინდა მე რა. მე თქმა გისმინოთ, ნეტა ეგრე იყოს და ახლა ეგრე გინდოდეთ. ოღონდ მე რაც გითხარით, თქვენ კარგად დაფიქრდებით ამაზე რა. გაფრთხილებთ, რჩევას გაძლევთ. გააკეთეთ ისე, რომ არც ეთმა თქვენი გონება იმიდან დაბნელებული პრეზიდენტიდან არც ერთი სიტყვა არ მიიღოს. არც ერთი სიტყვა არ მიიღოს მეთქი. ყოველი შენი სიტყვა ჩემს მიმართ ისეთნაირად ჟღერდება, თითქოს მე ვიყო ბნელი და შენ ნათელი. ეგრე ნუ წარმოიდგინე, იქნება მე ვარ ნათელი და შენ ბნელი. ხალხმა გადაწყვიტოს ეს, არჩევნებმა გადაწყვიტოს. თენგიზ, მომისმინე ახლა? გისმენს, მოუ. მომისმინე.
ახლა დაწყნარდი? დაწყნარებული ვარ. რაც გითხარი ის, კარგად გაიაზრე და ამით დავამთავროთ ლაპარაკი. რა შენთან ახლა არ ვაკეთებ. ჩვენ შემოგევლე, კი ბატონო, ჩვენ ორივე ქართველები ვართ, ქართველებად დავჭეთ. ხო და ის ქართველად უნდა დავჭეთ, მაგრამ ორივე მე მინდა რომ ორივე საქართველოს საქმე ვაკეთოთ და არა ერთმანეთის დაპირისპირებისა და გლეჯვისა. მე თქვენ გითხარით, გირჩიეთ და ამის შემდეგ თქვენ მიიღეთ. კი ბატონო, მე გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული მაქვს ბატონო ლუკამ. და მე კიდე გეუბნებით რომ მე არა ვარ მტერი საქართველოსი და ნურს თქვენ გახდებით მე თქვენ ერთად ვაშენოთ ეს საქართველო. მომისმინე. მტრები არიან ის რაც იხილე კადრები და კიდევ ნახავ კადრებს მეთქი რა. კადრები გავიგე, მაგრამ ეხლა იუარესი კადრები მინახავს უფრო დიდ ეშალონებში. სად გინახავს? მე არ ვაპატიებ შენ სააკაშვილს არ ვაპატიებ მაგას. ნუ ვაპატიებ ბატონო. ნუ გადაყვები მეთქი თეთრ სამყაროზე სააკიანია თუ სააკაშვილს.